შეგვეციო სუფალი. მოციქული შეგვაგონებს, რომ ყოველივე რაც დაიწერა ჩვენ და სამოძღვრებელად დაიწერა. რაც წმინდა წერილში წერია ძველსა და ახალ აღთქმაში, ყოველივე არის სახელმძღვანელო ჩვენთვის. სახელმძღვანელო არა იმდენად ინტელექტუალური ინფორმაციის დასაუნჯებლად, არამედ უპირველეს ყოვლისა საცხოვნებლად. აქედან გამომდინარე თითოეული მუხლი, თითოეული შეგონება, თითოეული აქცენტი წმინდა წერილის არის მნიშვნელოვანი. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა, როგორც უკვე იცით, არის დაბადების წიგნის მოსე წინასწარმეტყველის აღმწერის მიერ დატოვებული აქცენტები დაბადების წიგნში. ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ აქცენტების გულისხმობყოფა. და თუ გაჩნდება კითხვა, რას მოგცემს ჩვენ ამ აქცენტებზე დაფიქრება, რა შეიძლება სარგებლის სახით შევიძინოთ ჩვენ ამით. ჩვენ საპასუხოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ჩვენ აი ამ აქცენტებს სწორად დავაკვირდებით, თუ ჩვენ გავიაზრებთ ამ აქცენტებს, სხვაგვარად შეგვეძლება დანახვა წმინდა წერილის, ამ შემთხვევაში დაბადების წიგნისა და სხვაგვარად დავინახავთ რა ამ ყოველივეს და მართებული აქცენტები იქნება რა დასმული ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოგვეცემა საშუალება სწორად დავინახოთ წმინდა წერილი და აქედან გამომდინარე აი ეს სწორი ხედვა სულიერ ცხოვრებაშიც დაგვეხმარება. და მინდა ის პირველივე მაგალითები გავიხსენო, რომელიც ჩვენ დაბადების წიგნში გვხვდება. პირველი მაგალითი, რომელიც ამ შემთხვევაში აქცენტის თვალსაზრისით ჩვენ გვხვდება, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სამოთხის მიღმა დარჩენილ ადამსა და ევას გაუჩნდებათ ჯერ კაენი, შემდგომ აბელი, ხოლო ამის შემდგომ სეითი. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. როგორ გამრავლდა კაცობრიობა, როგორ მივაღწიეთ იმ რაოდენობას, როგორ რაოდენობაც გვაქვს ჩვენ დღემდე. რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ ძველ აღთქმაში ინცესტი იყო დასაშვები. მაგრამ აქ არ უნდა ვიგულისხმოთ დედასა და შვილებს შორის ურთიერთობა, რადგან თუ პირდაპირ დავაკვირდებით ჩვენ დაბადების წიგნს, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ ქალბატონზე, ევაზე და დანარჩენი 4 პირველი არის ადამი, ხოლო დანარჩენი 3 არის მისი ძეები. ჩნდება კითხვა, მას ვინ უნდა ვიგულისხმოთ კიდევ სხვა მათ რიცხვში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა მნიშვნელობით, რა კრიტერიუმით არის მოხსენებული ამ შემთხვევაში დაბადების წიგნში ესა თუ ის ადამიანის სახელდებით. როდესაც ჩვენ დაბადების წიგნში გვხვდება ადამიანის სახელდებით, ეს ადამიანი უნდა ვიცოდეთ, რომ არის განსაკუთრებული ადამიანი. ეს ადამიანი თავის სიტყვას ამბობს, ან მშვინვიერი გაგებით, ან სულიერი გაგებით, ან ხორციელი გაგებით. ეს ადამიანი გარკვეულწილად არის თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, თავისი პიროვნულობიდან გამომდინარე განსაკუთრებული და აი ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე იგი გამორჩეულია. და აი ამ გამორჩეულობის გამო იგი ღირსი გახდა სახელდებისა მოსე წინასწარმეტყველის მიერ. ამიტომაც არის ნახსენები კაენი, ამიტომაც არის ნახსენები აბელი და შემდგომ სეითი. უნდა აღინიშნოს, რომ კაენი არის ადამიანი, რომელმაც თავისი ხორციელი ცხოვრებით და არასულიერი ცხოვრებით თავისი სათქმელი თქვა და აი ამ სათქმელით შევიდა იგი დაბადების წიგნში. რატომ ხორციელი ადამიანი? მისი სახელის ეტიმოლოგია მიგვანიშნებს ამ ყოველივეზე. კანა, სწორედ აი ეს სიტყვა არის ფუძე მისი სახელისა. კანა ნიშნავს მიწაში ჩარჭობილ შუბს და სწორედ აი ეს ეტიმოლოგია მისი სახელისა მიგვანიშნებს იმაზე, რომ მატერიალურში არის ჩაფლული კაენი. აბელი არის ადამიანი, რომელმაც ნათავარი შესწირა ღმერთს, რომელიც არის მწყემსი, ანუ უფლის სათნოყოფით ცხოვრობს, სწორედ ამაზე მიგვანიშნებს მისი პროფესია, ანუ მწყემსობა და მესამე სეითი ადამიანი, რომელიც
რჩება აბელის შემდეგ. Აი ეს სამი ადამიანი არის განსაკუთრებული ადამიანი, როგორც უკვე ვთქვით, რომელთაც თავიანთი ცხოვრების წესით თქვეს სიტყვა ხორციელი, სულიერი და მშვენიერი. სწორედ აი ამის გამო ისინი მოსეწინასწარმეტყველის მიერ სახელდებით არიან მოხსენიებულნი დაბადების წიგნში. მათ გარდა სხვა ძე და ასულები ყავდა კაინსა, ადამსა და ევას და სწორედ მათ მიერ მოხდა კაცობრიობის გამრავლება. სხვა ასეთი ადამიანი ჩვენ გვხვდება ასევე დაბადების წიგნში, ესენი არიან ნოეს ძეები, სემი, ქამი და იაფეტი. სწორედ აი ამ ძეებზე აკეთებს ისევ და ისევ მოსეწინასწარმეტყველი აქცენტს და მართალია პირდაპირ მნიშვნელობით ნოესა და ადამს ვერ შევადარებთ შვილიერების კუთხით, იმიტომ რომ ნოეს მხოლოდ და მხოლოდ სემი, ქამი და იაფეტი ყავდა და როგორც მოციქული ბრძანებს, მხოლოდ და მხოლოდ 8 შევიდა კიდობანში. ნოე და მისი მეუღლე, მისი 3 ძე და 3 ძის მეუღლები, ანუ ნოეს რძლები. ხოლო ადამისა და ევას შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ მათ კიდევ სხვა ძენი და ასულნი ყავდათ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სემი, ქამი და იაფეტი იგივე კუთხით, რა კუთხითაც არის მნიშვნელოვანი კაენი, აბელი და სეითი. რატომ? იმიტომ რომ ქამი არის ადამიანი, რომელიც თავისი ხორციელებით ამბობს სიტყვას ნოეს ზეთაგან, სემი არის ადამიანი, ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი, ხოლო ქამი არის ადამიანი, რომელიც თავისი მშვენიერებით ამბობს სათქმელს და არის ადამიანი, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში განავითარა მეცნიერული, კულტურული და ზოგადად შემოქმედებითი დარგები. სემი, როგორც უკვე ვთქვით, არის ერთი ღმერთის მადიდებელი, ანუ სულიერი ადამიანი. რჩება კაენი, როგორც უკვე ვთქვით, და ამის შემდეგ აბელის გარდაცვალების შემდეგ იბადება სეითი. მაგრამ ვიდრე ამ მოვლენას შევეხებოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი აქცენტი მოსეწინასწარმეტყველის მიერ დასმული დაბადების წიგნში. ეს არის შემდეგი სიტყვები: ძალზედ გამწარდა კაენი და თავი ჩააღუნა. დაბადების წიგნის მეოთხე თავის მეხუთე მუხლში ვკითხულობთ ამ სიტყვებს. ეს არის ის თავის ჩაღუნვა, რომელიც შურის შედეგად ხდება კაენის ცხოვრებაში. ვიცით რომ ნათავარი შესწირა, როგორც უკვე ვთქვით, აბელმა ღმერთს და კაენის მსხვერპლს არ მოხედა უფალმა. ამის გამო იგი გამწარდება და თავს ჩაღუნავს. აი ეს თავის ჩაღუნვა ძალიან ბევრ გარემოებაზე მიგვანიშნებს ჩვენ და სწორედ აი ამის გამო არის დასმული მოსეწინასწარმეტყველის მიერ ეს აქცენტი. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ წმინდა წერილში და მით უმეტეს დაბადების წიგნში შემთხვევითად არაფერზე არ არის საუბარი. როდესაც რაიმე აქცენტი კეთდება, ამ შემთხვევაში ფიზიკალური მოქმედება, თავის დახრა და თავის ჩაღუნვა, აქ მოსეწინასწარმეტყველი მიგვანიშნებს იმაზე, რომ კაენი არის ბრალეული. კაენი არ არის მართალი. კაენის მდგომარეობა არ არის მართალი მდგომარეობა. კაენი უკვე ცუდისაკენ მიიდრიკება. სწორედ აი ამ აქტის შემდეგ, ანუ თავის ჩაღუნვის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ პირველად კაცობრიობის ისტორიაში უფლის მიერ გაჟღერდება პირველი ასკეტური შეგონება. სწორედ აი ამ არაჯანსაღი მდგომარეობის გამო შეაგონებს უფალი კაენს და მიმართავს შემდეგი სიტყვებით: ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. უფალმა გულთამხილველმა უწყოდა რა კაენის ეს მდგომარეობა მომავალში პოტენციური ცოდვისაგან ცდილობდა რა მის არიდებას, შეაგონა ამგვარი სიტყვებით და ვიდრე უფალი ამას შეაგონებდა კაენს, აი ამ მდგომარეობის ამსახველი არის სწორედ ის აქცენტი, რომელი აქცენტი ჩვენ დაგვიტოვა მოსეწინასწარმეტყველმა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. სწორედ ამგვარი აქცენტები ძალიან ბევრის მთქმელია წმინდა წერილში. მსგავსი შეიძლება ითქვას პარალელური ადგილი ჩვენ გვხვდება ასევე დაბადების წიგნში 31 თავში და ეს არის შემდეგი ადგილი. სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო. ჩვენ ვიცით თუ როგორ მოექცა ლაბანი იაკობს, ანუ ბიძა დიშვილს.
ის ამსახურებს იაკობს 7 წელს, შემდგომ პირდება ამ 7 წლიანი მსახურების შემდგომ, რომ მისი სიყვარულის ობიექტი რახელი გახდება მისი მეუღლე. აი ეს დაპირება ვიცით რომ არის ლაბანის მიერ, ამუშავებს 7 წელი იაკობს, მაგრამ ამ 7 წლის თავზე მას მოტყუებით შერთავს უფროს ასულს ლეას და იმართლებს თავს, რომ თითქოს და მათში არის ამგვარი წესი, ჯერ თხოვდება უფროსი, ხოლო შემდგომ უმცროსი. ეს არის კიდევ ერთი არაჯანსაღი მდგომარეობა და სწორედ აი ამ არაჯანსაღ მდგომარეობაზე და არაგულწრფელ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ აკეთებს მოსე წინასწარმეტყველი აქცენტს და ამბობს, რომ სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარ იყო მის მიმართ, როგორც ადრე იყო. ეს კიდევ ერთი აქცენტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომ კაინთან დაკავშირებით ჩვენ ვკითხულობთ, რომ იგი აშენებს ქალაქს. შიშის ქალაქი ააგო კაინმა და იქ დაემკვიდრა, მან დაარქვა მისი შთამომავლის სახელი ამ ქალაქს. რატომ დაემკვიდრა ნოდის, ანუ შიშის ქვეყანაში, ზრწოლის ქვეყანაში კაინი? აი ეს აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კაინი არის პირველი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც ჩაიდინა მომაკვდინებელი ცოდვა, მოკლა ადამიანი და არა მარტო რიგითი ადამიანი, არამედ მისი ხორციელი ძმა. ის არის ადამიანი, რომლის მიერაც დაიღვარა სისხლი და ეს სისხლი შეღაღადებს უფალს, როგორც წმინდა წერილში ჩვენ ვკითხულობთ. და არის რა ის ადამიანის მკვლელი, მას აქვს შფოთი, მას აქვს ზრწოლა და მას აქვს მართებული შიში, იგი უფალს მოგეხსენებათ შემდეგ სიტყვებით მიმართავს. ყოველ შემხედრს შეიძლება ჩემი მოკვდინება, აჰა მაგდებ მიწისპირისგან. ამ დროს ჩვენ ვიცით, რომ თავადვე გაიგდო უფლისპირისაგან თავი კაინმა, როდესაც მან დაარღვია შინაგანი სჯული და ხელი აღმართა ძმაზე. კიდევ ერთი აქცენტი ასევე ჩვენ გვხვდება დაბადების წიგნის მე-11 თავში. ეს არის შემდეგი ადგილი, როდესაც ბაბილონის კოშკის მშენებლობა განიზრახა კაცობრიობამ და გარკვეულ ფაზაში იყო უკვე კოშკის მშენებლობა, ჩვენ ვიცით თუ რა საღვთო მოქმედება აღწერს მოსე წინასწარმეტყველი. გადმოხედა ღმერთმა ბაბილონის კოშკს და შემდეგ მრავლობით რიცხვში არის მოხსენიებული და არის შემდეგი სიტყვები: ჩავიდეთ და აურიოთ მათ ენები. ისევე როგორც იქამდე იყო მრავლობით რიცხვში მოხსენიებული უფალი, ვქმნეთ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. ანუ აქ ეს ორი აქცენტი, პირველი ვქმნეთ კაცი და მეორე აურიოთ ენები, ჩავიდეთ და აურიოთ მათ ენები, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ყოლაწმინდა სამების საიდუმლოებაზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია მოსე წინასწარმეტყველის მიერ დატოვებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ისევ და ისევ დაბადების წიგნშია. ეს არის დაბადების წიგნის მე-15 თავი, სადაც აღწერილია ის ტკივილი აბრაამისა, რომელი ტკივილი და მოლოდინიც მას ჰქონდა უშვილობის გამო. იგი განიცდის ტკივილს, მას აღუთქვა უფალმა, რომ მისი შთამომავლობის მიერ იკურთხება ყოველი ტომნი ქვეყანისანი, სხვათა შორის დღევანდელ საკითხავში, დაბადების წიგნის დღევანდელ საკითხავში სწორედ ეს ადგილი იქნა აღმოკითხული, როდესაც უფალი აღუთქვამს მას, კურთხევით გაკურთხებ შენ და განმრავლებით განგამრავლებ შენ. მოგეხსენებათ ამ სიტყვებს მას აღუთქვამს უფალი მას შემდეგ, რაც მას ჰქონდა მცდელობა ისააკის მსხვერპლშეწირვისა. მაგრამ აი ეს სიტყვები კურთხევით გაკურთხებ შენ და განმრავლებით განგამრავლებ შენ ძალიან ბევრჯერ მეორდება სხვადასხვა თავში დაბადების წიგნისა. თითქმის ყოველი ცოცხალი ურთიერთობა, როდესაც შედგება ცოცხალი ურთიერთობა აბრაამსა და ღმერთს შორის, ყოველთვის ამას შეახსენებს უფალი აბრაამს. და
მიუხედავად ამ ნუგეშინის ცემისა, ადამიანურად აბრაამი მაინც ფიქრობს თუ ვინ იქნება მისი შთამომავალი, ვის მიერ იქნება კურთხეული ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და ის ფიქრობს რომ ალბათ მისი მსახური კაცის ვაჟი იქნება მისი შთამომავალი, ანუ ის იმემკვიდრებებს ამ შთამომავლობას და სწორედ აი ამ ყრმის მიერ, ამ ძის მიერ იქნება კურთხეული ყოველი ტომნი ქვეყანისა და მასზე გადავა აბრაამის კურთხევა. სწორედ აი ამ დროს დაბადების მე-15 თავი ჩვენ გვეძრახება იმასთან დაკავშირებით, რომ გარეთ გაიყვანა ღმერთმა აბრაამი და არც მეტი არც ნაკლები იგი აახედა ცისკენ. ეს არის მე-15 თავის პირველი მე-7 მუხლები და უფალი შეაგონებს აბრაამს. აიხედე ცისკენ და დაანახებს ვარსკვლავით მოჭედილ ცას და უფალი მანუგეშებელ სიტყვებს აუწყებს. დაითვალე ეს ვარსკვლავები და როგორც შეუძლებელია ამ ვარსკვლავების დათვლა, ასევე შეუძლებელი იქნება შენი შთამომავლობის აღრაცხვა. და სხვაგან იგი ასევე შეაგონებს და ანუგეშებს აბრაამს და აუწყებს რომ მისი შთამომავლობა იქნება ცის ვარსკვლავით ურიცხვი და ასევე ურიცხვი ზღვის ქვიშასავით. და ეს აქცენტი გაკეთებულია იმის გამო, რომ მოსეწინასწარმეტყველმა მიგვანიშნოს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ახლოს არის უფალი ჩვენთან, როგორ გვანუგეშებს და როგორ ანუგეშებდა იგი ძველსა და ახალ აღთქმაში ადამიანებს. დაბადების წიგნის მე-18 თავის პირველ მე-12 მუხლებში ჩვენ ვკითხულობთ შემდეგს, რომ ამ ნუგეშინის ცემის შემდგომ მამრეს მუხნართან გამოეცხადა ყოლაწმინდა სამება აბრაამს და უმასპინძლა რა უანგაროთ აბრაამმა ყოლაწმინდა სამებას, შემდგომ წინასწარმეტყველებას გებულობს მათგან და ისინი მიმართავენ შემდეგი სიტყვებით, ესეც პერიფრაზია, წლეულს ამ დროზე გეყოლება ძე და ეს წლეულს ამ დროზე, როგორც განმარტავენ, არის გაზაფხული. მომავალ გაზაფხულზე შენ ძე გეყოლება, უფალი აუწყებს მას. აბრაამი ამას არწმუნოებრივად იღებს, მაგრამ სარა, რომელიც იყო კარავში, გაიღიმებს. აი ეს აქცენტი კიდევ ერთხელ მოსეწინასწარმეტყველის მიერ დასმული არ არის შემთხვევითი. როდესაც იგი კარავის მიღმა მყოფ სარაზე აკეთებს აქცენტს და მის გაღიმებაზე, აქ ის მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანურად გარკვეულწილად ვერ დაიტია მისი ანატომიური მდგომარეობისა და საღვთო უწყების შეთავსება სარამ. სწორედ აი ამის გამო გაიღიმა მან და ჩვენ ვიცით, რომ დაბადების წიგნის მე-18 თავში წერია, როგორ უნდა განვიცადო სიამე და როგორ უნდა უშუამე ძე. აი ამის გამო მას ღიმილი აქვს სახეზე და ეს ანატომიური მდგომარეობა გარკვეულწილად მისი იჭმნეული მდგომარეობის საფუძველი ხდება და მისი გაღიმება ამაზე მიგვანიშნებს სწორედ და აი ეს აქცენტიც არ არის შემთხვევითი. კიდევ ერთი აქცენტი ხდება 39 თავში. ეს არის ერთ-ერთი რომანული პასაჟი დაბადების წიგნში, ესეთი არაერთია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მაინც ამის გახსენება. აკოცა იაკობმა რაქელს და ხმამაღლა ატირდა. აი ეს კოცნა, ეს ხმამაღლა ატირება არ არის შემთხვევითი. რატო? უნდა გავიხსენოთ, რომ იაკობი მამაკაცია. მამაკაცი ტირის დედაკაცის წინაშე. ის ძველი აღთქმის მოქალაქეა. ის არ ერიდება გრძნობის გამოვლენას. ის ემოციურია ტირის და კოცნის მას. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ იაკობი გამიჯნურდა, იაკობი შეყვარებულია, იაკობი გრძნობას ავლენს, იაკობის სიყვარულში უტყდება ამგვარად. სხვა აქცენტი ისევ და ისევ 39 თავში გვხვდება, ჩვენ ეს არის მე-17 მუხლი. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რაქელი მშვენიერი იყო ტანად და პირად. ესეც თითქოს და მახასიათებლები არის აი ამ ორი დისა, მაგრამ მოსეწინასწარმეტყველი აბსოლუტურად სხვა აქცენტს აკეთებს და სხვა რამეზე მიგვანიშნებს ჩვენ. თუ გავიხსენებთ კიდევ სხვა ადამიანს, რომელიც მშვენიერია ტანად და პირად, ესეთი არის იოსები,
მაშინ ჩვენ მიხვდებით, რომ მხოლოდ ანატომიური აღწერა არ არის მოსე წინასწარმეტყველის მიერ დატოვებული დაბადების წიგნში. არამედ უპირველეს ყოვლისა სისუსტე თვალისა და მშვენიერება თვალისა და ტანისა მიგვანიშნებს სულიერ მდგომარეობაზე. როდესაც საუბარია ლეას სუსტ თვალებზე, აქ იგულისხმება ის, რომ მას ღმერთთან მიმართებაში სწორი პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული. თუ თანამედროვენით ვიტყვით, ის არც თუ ისე რელიგიურია. ხოლო რახელი არის მშვენიერი თვალად და ტანად. თვალად მშვენიერება არის სწორი სულიერი ხედვა. ხოლო ტანად მშვენიერება არის სათნოებებში წარმატება, გარეგნული მოღვაწეობა, ხოლო თვალის მშვენიერება შინაგანი მოღვაწეობა. აი ეს სათნოებები აქვს რახელს, ეს სათნოებები აქვს იოსებსაც. და აი ეს აქცენტები შინაგანზე და განსაკუთრებით კი სულიერზე მიგვანიშნებს. წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში. აი ეს აქცენტი ორჯერ გვხვდება ჩვენ დაბადების წიგნში, მაშინ როდესაც იგი ძმება მოიძულეს და გაყიდეს, ხოლო მეორეჯერ ეს აქცენტი გვხვდება 39 თავში. პირველი აქცენტი წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში მიგვანიშნებს იმაზე, რომ იგი ჩვეულებრივად პირდაპირ მნიშვნელობით ერთი გეოგრაფიული ადგილიდან მეორე გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაში იქნა ჩაყვანილი. ხოლო მეორე აქცენტი ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში მის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს. ეს განსაკუთრებული მდგომარეობა არის განსაცდელი, რომელიც უკავშირდება უცხოობას და ეს აქცენტიც არ არის შემთხვევითი. სიტყვები, რომელიც უკვე ჩვენ ვახსენეთ, კურთხევით გაკურთხევ შენ, განმრავლებით განგამრავლებ შენ და ასევე ოსია წინასწარმეტყველთან ჩვენ გვხვდება შემდეგი სიტყვები. ისრაელ ერს მიმართავს ოსია წინასწარმეტყველის ბაგით უფალი, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით. თუ ჩვენ დავაკვირდებით ამ ტექსტებს, კურთხევით გაკურთხებ, გამრავლებით გაგამრავლებ, სიმართლით დაგწინდავ სიმართლით და სამართლით. სიმართლე და სამართლიანობა ერთი და იგივეა, კურთხევით კურთხევა იგივეა, გამრავლებით გამრავლება იგივეა. მაგრამ რატომ იმეორებს მოსე წინასწარმეტყველი ამ სიტყვებს? ეს მიგვანიშნებს კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მდგომარეობაზე. კურთხევით კურთხევა არის შემდეგი რამ, თუ ამას თანამედროვეენით ვიტყვი. სალამით მოგესალმებით, სიხარულით გაგახარებთ, დამშვიდობებით დაგემშვიდობებით. ხომ არაბუნებრივია ამ სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ უფალი ამას ეუბნება აბრაამს, კურთხევით გაკურთხებ, გამრავლებით გაგამრავლებ. დაგწინდავ სიმართლით და სამართლით. რატომ ხდება ეს აქცენტები? იმიტომ რომ ეს განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ჭეშმარიტად კურთხეული იქნება. კურთხევით გაკურთხებ, ამიტომაც აკეთებს ამ აქცენტს უფალი, ამიტომაც იმეორებს მოსე წინასწარმეტყველი. გამრავლებით გაგამრავლებ, ესე იგი ჭეშმარიტად გამრავლდები შენ, ჭეშმარიტად კურთხეული იქნება შენი თესლის მიერ ყოველი ტომი ქვეყანისა. ამიტომაც ეს გამეორებული სიტყვა არ არის ტავტოლოგია, არამედ ეს არის აქცენტი წმინდა წერილისა. კიდევ ერთი აქცენტი ეს ხდება 24 თავში. შეიყვანა ისააკმა ქალი, ანუ რებეკა, თავისი დედის სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისააკს და დედის გამომწუხარება განუქარდა. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია. ეს არის დაბადების წიგნის 24 თავი, 67 მუხლი, ბოლო მუხლი ამ თავისა. და სწორედ ბოლო მუხლში ვკითხულობთ შემდეგს. შეიყვანა ისააკმა ქალი თავისი დედის სარას კარავში. ჩვენ რომ არ ვიცოდეთ რომ ეს ქალი რებეკა, უკვე დედის კარავში შეყვანილი ქალი განსაკუთრებულია. რიგით ქალს არ შეიყვანს დედის კარავში. ანუ უკვე აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეს ქალი შემთხვევითი ქალი არ არის. შემდგომ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს არის რებეკა. კიდევ სხვა აქცენტია. შეიყვარა ის ქალი და სხვა კიდევ მნიშვნელოვანი რამ. დედის სიკვდილის გამომწუხარება განუქარდა მას. აი ეს სიტყვები, როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნავს, მიგვანიშნებს ამ საიდუმლოების, ანუ ქორწინების დიდებულებაზე, რომ მას ისეთი დიდი წუხარების
გაქარვებაც კი შეუძლია, როგორც არის დედის გარდაცვალება. და ბოლოს მინდა იმ აქცენტებზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ისევ და ისევ დაბადების წიგნში გვხვდება ჩვენ და რომელიც არის ქრისტოცენტრული. და აი ამ ქრისტოცენტრულ ხედვაში ჩვენ გვეხმარება განმარტება. იოსებთან დაკავშირებით ჩვენ ვკითხულობთ, რომ უწყლო ჭაში ჩააგდეს იგი ძმებმა. უწყლო ჭაში ჩაგდება იოსებისა არის წინასახეობრივი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ იოსები წინასახია ქრისტესი. ჭა არის სიმბოლო ჯურღმულისა, ანუ ჯოჯოხეთისა. წყალი არ არის ჭაში, წყალი არის სიმბოლო სიცოცხლისა. ჯოჯოხეთში არ არის სიცოცხლე, ანუ ჭაში არ არის წყალი. აი ამ ჭაში იმყოფება იოსები. ჯოჯოხეთში არის ქრისტე, ანუ იოსები წინასახე ქრისტესი. მაგრამ იოსები არ რჩება ჭაში, ისევე როგორც ქრისტე არ რჩება ჯოჯოხეთში. და იგი, ანუ იოსები აღმოყვანილ იქნა ჭიდან და წაიყვანეს ისმაელიანებმა, რომლებიც იყვნენ ნელსაცხებლით მოვაჭრენი. ასევე ქრისტემ შემუსრა ჯოჯოხეთი სიკვდილის მიერ, სიკვდილი დათრგუნა, საფლავების შინათა მყოფებს მოანიჭა ცხოვრება საუკუნო. და აღდგა რა მკვდრეთით მისი სხეული იქამდე წარგრაგნილი იყო და წარგრაგნილია სულნელებით, ანუ ნელსაცხებლით, ისევე როგორც ნელსაცხებლების მიერ წაყვანილი იქნა იოსები. აი ეს აქცენტი უწყლო ჭაში ჩააგდეს იოსები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ აი ამ განმარტების კუთხით დავინახავთ ამ სიტყვებს. სხვა შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი თხრობა. ჭაში ჩააგდეს ძმებმა იოსები, ჭა კი იყო უწყლო. მაგრამ ეს აქცენტი უწყლო ჭა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, როგორც განმარტებიდან ჩვენ ვკითხულობთ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დაბადების წიგნში უკვე ბოლო თავის წინა თავში წარმოთქმული წინასწარმეტყველება იაკობისა. ეს არის 59 თავი, როდესაც იგი უწინასწარმეტყველებს თითოეულ ძეს და ამ წინასწარმეტყველებაში ძალიან ბევრი რამ გვხვდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის წინასწარმეტყველება იუდასი. იუდასთან დაკავშირებით იაკობი წინასწარმეტყველებს, რომ ლომის ბოკვერია იუდა. გზაზე გაწოლილა იგი, მიწოლით მიიძინებს, ვერვინ გაბედავს მის წამოგდებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის რიგითი წინასწარმეტყველება. აი ამ წინასწარმეტყველებაში არის ძალიან ბევრი აქცენტი და აი ამ ბევრი აქცენტით წინასწარმეტყველებაა ქრისტეზე. რატო? იმიტომ რომ იუდა არის ის ადამიანი, რომელი ტომიდანაც უნდა განკაცებულიყო მესია და ლომის ბოკვერია იუდა, ამაში იგულისხმება ქრისტე. რატო? იმიტომ რომ ამ ტომიდან განკაცდა ღმერთი. გზაზე გაწოლილა იგი. ამ სიტყვებში იგულისხმება ის, რომ ქრისტე წინასწარმეტყველურად, ხოლო რეალურად უკვე აღსრულდა ეს. ქრისტე წინ აღუდგება, ანუ წინ აღუდგა ძველი აღთქმის მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს. მიწოლით მიიძინებს ნიშნავს იმას, რომ იგი 3 დღე იქნება დაფლული და მესამესა დღესა აღსდგება. ვერვინ გაბედავს მის წამოგდებას, ნიშნავს იმას, რომ ის არის ღმერთის სრული და კაცის სრული და მის წინაშე მოდრკება ყოველი მუხლი, ქვეყანისანი, ქვესკნელისანი და ზესკნელისანი. ამინ.